პრობლემა, რომელიც სოფელ არგვეთს ათეულობით წლის განმავლობაში აწუხებდა, დღეს უკვე გადაჭრილია. 300 კომლიან დასახლებაში სასმელი წყალი პირველად მოვიდა. წყალის პრობლემა ქონდა ძალიან და გაკეთდა ეს წყალი. ეხლა სოჩიკები დაიდგმება ყველა ოჯახში და ძალიან მაყოფილები ვართ. საგზაო პრობლემა გვაქვს, რომელსაც ეხლა ვერ წვითან წყალთან დაკავშირებით, ალბათ წყალი რო დამთავრდება წყალთან ყველაფერი, მე შეიძლება მზაც გაკეთდება. დღეს არგვეთში წყლის პრობლემის მოგვარების აღსანიშნავად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევით დარჩასულა. 2 წლის წინ ამავე ეზოში მუხრან მაჭავარიანმა პრეზიდენტს უმასპინძლა. საუბრისას პოეტი მიხეილ სააკაშვილს წყლის პრობლემაზე ესაუბრა და ქვეყნის პირველი პირისგან დაპირებაც მიიღო. 60 წელიწადი ახლა მე 80 ვარ უკვე. მე 20 წელიწადია მაშინ წყალი არ აქვს ესე იგი არა და იქ არის ადგილი წყალი ბევრი ახიოცი და იქიდან შეიძლება ამის გაკეთება. წყალი კი მოდის, მაგრამ ყველას არ ყოფნის და იქნება ესე იგი ეს ყველაზე დიდი საჩუქარი ეს იქნება ჩემთვის საიუბილეო. ჩემი სახელი დაარქვი თუ გინდა და ამ არგვეთს გავუკეთე ეს წყალი. ჩათვალეთ რომ მუხრან მაჭავარიანის წყალსადენი გაკეთება წლის ბოლოს. ხო, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები. დღეს მუხრან მაჭავარიანის კარმიდამოში პრეზიდენტმა პოეტი კიდევ ერთხელ გაიხსედა. მე აქ ჩამოვიდი არა იმიტომ რომ უბრალოდ პატივი მივაგო მის ხსოვნას, არამედ იმის გამო რომ შევასრულოთ მის განაპირები. მან დაგოვალა, შეგვიპირა მის წასვლის წინ და მისი გარდაცვალების წინ, რომ აქ გარშემო სოფლებში ყოფილიყო სასმელი წყალი ოჯახებში. მე თვითონ ბავშვობის საინტერესო ნაწილი მაგ გატარებული ზემოიმერეთის სოფლებში და კარგად ვიცი რაც ნიშნავს სასმელი წყალი და გზები ამ სოფლებში. ვიცი რა კარგი ხალხი ცხოვრობს აქ და ვიცი რომ რამდენად არ შეესაბამება მათი საყოფაცხოვრო პირობები, მათი განვითარების დონეს, მათ ინტელექტს, მათ ნიჭიერებას, მათ მიზანსწრაფულობას, მათ ამბიციებს თუ გნებავთ. იმედი ამას დაუძახებენ მუხრანის წყალს, მუხრანის წყაროს. ერთი კიდე მეორე დანაპირები შევასრულეთ თუ შესრულდა მის მიმართ. იცით რომ გვერდზე აქ იდგენ სოფელში დამპყრობლები, მაშინ როცა მე მას ვესაუბრებოდი, იმ სოფლიდან მაინც ისინი გავიდნენ. ყველა გადამწყვეტ მომენტში მუხრან მაჭავარიანი დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარეს. მაგრამ ხშირად ამას აკეთებდა სრულიად შუმა. მაჭავარიანების ეზოში დღეს პრეზიდენტს მუხრან მაჭავარიანის ქალიშვილი მასპინძლობდა. მან მიხეილ სააკაშვილს დაპირების შესრულებისათვის მადლობა გადაუხადა. ძალიან ახასიათებს დახარებულია დარწმუნებული ვარ ზეცშორ საქართველოში უფლება მაქვს ამ გონიერი საზოგადოების სახელით რომ დიდი მადლობა შემოგწიროთ სოფელში წყლის გაყვანისთვის. სამი კარგი საქმე გაკეთდა ბოლო რამდენი თვის განმავლობაში რაც მე აქ მყოფილა. პერევიდან როგორც მოშორდნენ ეს ხორცმეტები დეფიბრილატორები დაკეთდა საქართველოში და გამოვიდა წყალი. და ეს არის როცა ადამიანი არის ნიჭიერება ყოველთვის თესავს იკეთეს ამაში ვარ დარწმუნებული. ესეც სიმბოლურია რომ სამი გაკეთდა. საქართველოს პრეზიდენტმა მუხრან მაჭავარიანის ეზოში შეკრებილ არგვეთელებთან ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემებზეც ისაუბრა და პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო. ახლა არის დებატები მის თაობაზე. როგორ უნდა იყოს საარჩევნო სისტემა საქართველოში. ერთ-ერთი მოთხოვნა რამდენიმე რადიკალური პარტიის არის რომ რაიონებს არ უნდა ყავდეთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, პარტიამ უნდა გადაწყვიტონ თბილისში ვინ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი პარლამენტში. სისულელეა? აი თქვენ ხვდებით რომ სისულელეა და მე მიმაჩნია თქვენი სახელი? რა გვერდზე? აი კოტე აბაშიძეზე ჭკვიანი რომლით რითი არის რომელიღაცა ადამიანი რომელიც ბოლო 20 წელი გამოდის ტელევიზორში და თავს ასახავს პარტიის ლიდერად. მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის ცენტრალურ რაიონში. მე ზუსტად ვიცოდი რომ მაგარიშვალდებული ვიყავი არა ჩემი პარტიული ლიდერების წინაშე. არა ვიღაც ჩემი მეგობრების წინაშე. ამ ხალხმა ამირჩია. ამ ხალხს ეს ხალხი გამაგდებდნენ შემდეგ არჩევნებს თუ არ გაუკეთებდნენ მათ დავალებას შევასრულებდნენ. შემდეგ პარლამენტი დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას. ესე იგი ბევრად უფრო მეტი გავლენა ექნება. ერთი და იგივე 30-40 კაცი ბოლო 20 წელი არიგებს შუას საქართველოს და მე ეძახს რომ ეხა მოდი რა შიფჭიკდება ჩვენ რაიონებს კითხოთ ან თუნდაც თბილისის რაიონებს ან თბილისის მოსახლეობას ან რუსთავის მოსახლეობას ან საჩხერის მოსახლეობას ჩვენ გადავინაწილებთ ერთმანეთში ჩვენ ხო ჭკვიანები ვართ ეს მაჟორიტეტი დეპუტატი თქვენი არჩევა შემდეგ პარლამენტ თუ კიდე აირჩევთ შემდეგი მთავრობა უნდა დააკომპლექტოს მან უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრიც მან უნდა შეარჩიოს მინისტრებიც და თუ თქვენ აღარ მკითხავენ
მაშინ მინისტრებს და პრემიერ-მინისტრს შეერჩევს ერთი რეგიონი 30-40 კაცი, რომელიც მაქსიმუმ რუსთავაზიან ამყოფენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. აი ეს არის რასაც თავაზობ. კიდევ ერთი თემა, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, საქართველოს ერთიანობის იდეაა, რომელსაც მუხრან მაჭავარიანის შემოქმედების დიდი ნაწილი ეთმობა. ამასთანავე სხვა შორის ნახე პროექტი თამარ კვესტაძის ქანდაკების. და 1000 გვარი, როგორც ყოველთვის თბილისის ცენტრში ცხვირი აუწიეს ამ კრიტიკოსებმა ამ ქანდაკებას. იმიტომ რომ ყველაფერი ნიჭიერებას ჩვენივე ქართველებს შიგნით ჩვენ ესე ძველი ჩვევა გვაქვს რომ უნდა ჩვენ თვითონ გადავეკიდოთ ჩვენ თვითონ დავუპირდეთ. ქანდაკებაში თავარი არსი ესეთი იყო რომ დაჩეხილი, განადგურებული, დაჭრილი ქართველები მიუხედავად ყველაფრისა დგებიან და აგრძელებენ მოძრაობას წინ. და ეს არის მართლა არა ძეგლი უბრალოდ ომში დაღუპულების, არა ძეგლი რეპრესიის ხორბლის. არამედ ეს არის იდეა საქართველოს, როგორც უნდა დაგვანაწევრონ, როგორც უნდა დაგჭეხონ, როგორც უნდა დაგჭრან, როგორც უნდა გვებრძოლონ. ჩვენ მაინც დავდგებით ფეხზე და გავაგზავნებთ სვლა. სოფელ არგვეთის გარდა დღეიდან სასმელი წყლით მიმდებარე სოფლებიც მომარაგდება. დღეს პრეზიდენტის საჩხერეშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი დახურული ტიპის აუზი დაათვალიერა. საცურაო სპორტული არენა ევროსტანდარტების შესაბამისად ააშენებული. პრეზიდენტს განუმარტეს, რომ საჩხერის აუზი ნებისმიერი დონის ტურნირის მასპინძლობა შეუძლია. აუზზე ყოველდღიურად ტარდება ყველა სტანდარტული შემოწმება. სპორტის მოყვარულთათვის ფასებიც დაბალია. 13 წლამდე მოზარდებისათვის აბონემენტი 30 ლარი, 18-მდე 40 ლარი, ხოლო უფრო ასაკოვანი მოყვარულებისათვის აუზზე ყოველთვიური საშვის ღირებულება 50 ლარს არ გადააჭარბებს. ექვსი წლის წინ, როცა მე გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში იყო ერთადერთი აუზი მოქმედი თბილისში, ეს იყო ხარიშხალა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფი. მე ერთ წელიწადში გაიხსნა ვაკის აუზი, ვაკის მეორე აუზი, კიდე რაღაცა 2-3 აუზი თბილისში, მაგრამ თავარი რეგიონებში გაიხსნა, ქუთაისში მოქმედა, მანამდე სამტრედიაში მოქმედა. ეხლა ეს ყველაზე კარგია, რაც გაკეთდა. ბათუმში ოლიმპიური კეთება. ქუთაისში მოსამზადებელი ბაზარი, სასიამოვნო ბაზარი, შეგვიძლია რეგიონალური ჩავატაროთ. ევროპული დონის შეჯიბრებით. წყალბურთელები ყავთ? წყალბურთზე გვაქვს ახლა ფედერაციასთან გვაქვს ურთიერთობა და ვსაუბრობთ თემაზე თუ რა და როგორ მოუწევს. საცურაო აუზი პრინციპში არის ცივილიზაციის ნიშანი. სადაც არის საცურაო აუზი, ეხლა რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბავშვებს, ოჯახებს ჯერ კიდევ უჭერთ, მაგრამ უკვე სკოლა რო აქვს უკვე ისეთი როგორც ჰოლანდიაში და გერმანიაში, აუზი როგორც აქვს, როგორც შვეიცარიაში და დანიაში რა. აქედან მოდის მერე მათი მომავალი უკვე რომ კი ოჯახში ჯერ კიდევ სიღარიბეა, მაგრამ უკვე სადღაც კუნძულები ჩდება, სადაც არის სხვა დონე. საჩხერის რაიონში აიხსნა საცურაო აუზი, რომელიც ემსახურება საჩხერის მოსახლეობას და არა მარტო საჩხერის მოსახლეობას, სტუმრებისთვისაც ისაღება ჯათავად. აიხსნა ევროპული დონის აუზი, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი სახის შეჯიბრების შეგვიძლია ჩავატაროთ. ჩვენ მანამდე არ გვქონდა საცურაო აუზი, რომ გაგვიხსნეს ძალიან გაგვეხარდა და ძალიან მოგწონს სათავდება.